სრულების დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მკურნალობა მიმდინარეობს. Ამ დროისთვის მის მდგომარეობას ადგილზე უკვე აფასებენ და პაციენტი მოინახულეს მისმა პირადმა ექიმებმა, რომლებმაც კლინიკის ადმინისტრაციასთან სამოქმედო გეგმა შეათანხმეს. მათი გადაწყვეტილებით ხოშტარიას ჩაუტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევა, ხოლო მკურნალობის პროცესს სწორედ მისი პირადი ექიმები უხელმძღვანელობენ. კლინიკა ვივამედთან მაშო დიასამიძე იმყოფება და ამ თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. მაშო, მოგესალმები და გისმენთ. ეს წუთია, რაც კლინიკა ვივამედში ელენე ხოშტარიას პირადი ექიმები შევიდნენ, ისინი თავდაპირველად ოპოზიციონერ პოლიტიკოს მოინახულებენ და ამის შემდგომ უკვე გაეცნობიან იმ ლაბორატორიულ კვლევებს, რომელიც დღეს დილით ჩაუტარდა ელენე ხოშტარიას. ამის შემდგომ უკვე დაგეგმავენ შესაბამის მკურნალობას. ამასთან ერთად, როგორც მისი პირადი ექიმი ჩვენთან საუბრისას ანი ქავთარაძე აცხადებს, უკვე ამ კვლევების პასუხების გაცნობის შემდგომ საღამოს უკვე კონსილიუმი შეიკრიბება დისტანციურად სხვადასხვა სპეციალისტთან, სხვადასხვა მიმართულების მქონე სპეციალისტთან ერთად და უკვე ერთად იმსჯერებენ თუ როგორ უნდა გაიაროს ამ მკურნალობის ნაწილმა და ასევე ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი კვლევების დანიშვნა და ჩატარება უახლოეს დღეებში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში მხოლოდ მისი პირადი ექიმები იქნებიან ჩართული და უშუალოდ საექიმო პერსონალი კლინიკის მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამას ერთად ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკურ დირექტორს ზურა ჩხაიძესაც, რომელმაც განმარტა, რომ თავადაც არის ამ პროცესში ჩართული, თავადაც გაეცნო ელენე ხოშტარიას ლაბორატორიულ კვლევებს და ასევე აქვს კომუნიკაცია მის პირად ექიმებთანაც. გავეცნობით აუცილებლად იმ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომლებიც შევუკვეთეთ, ასე ვთქვათ, კონსილიუმს ეს ჩატარდება ამაღამ, იცით, დროთა შორის სხვაობის გამო, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ექიმები, რომლებთანაც გვექნება ეს ჩართვა, შედგება ამაღამ და მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე ინსტრუმენტული კვლევების შესახებ, კონკრეტული რადიოლოგიური თუ სხვა კვლევების შესახებ. მისი კლინიკური მდგომარეობა გუშინდელი მონაცემებით გაუმჯობესებული არ იყო და ეს ბუნებრივია. ჩვენ, როგორც იცით, ჯერ ძირითადი მკურნალობა არ დაგვიწყია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არ არის ყველა კვლევის შედეგი და შესაბამისად დღესაც ახლა არ ველოდები, რომ რაიმე სახის გაუმჯობესება იქნება. რა თქმა უნდა, ქალბატონ ალისთან ერთად და ქალბატონ მაკასთან ერთად ყველაფერი გავიარეთ. ჩვენ ის კვლევები, რაც არის რეკომენდირებული ამ ეტაპზე საბაზისო კვლევები ყველაფერი შესრულებულია. ქალბატონი ანი გაეცნობა კიდე და ყველაფერს გეტყვით ამის შესახებ. წმინდა ორგანიზაციული საკითხები ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლობა ქალბატონი ელენეს მკურნალ ექიმებთან. ოპოზიციის განცხადებით კი ელენე ხოშტარია კლინიკაში გაცილებით ადრე უნდა გადაიყვანოს, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე ოპოზიცია პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას და პენიტენციურ სისტემას აკისრებს, ვინაიდან მისი პატიმრობის დროს ვერ მოხდა დიაგნოზის დასმა, ამის გამო დროულად ვერ მოხდა მკურნალობა და უკვე დამძიმდა უფრო მეტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან ერთად მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარია კლინიკაში გადმოიყვანეს, დაიწყო საუბარი ხომ არ გეგმავს ქართული ოცნება ელენე ხოშტარიას შეწყარებას. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ეს ვერაფერს ვერ შეწყვეტს და ვერ ხსნიან იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრიათ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასწორებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, რაც ეხება მმართველი გუნდის პოზიციას და განცხადებებს, ისინი აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას სრულად ჩაუტარდება ის მკურნალობა, რაც საჭიროებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოხდება მისი შეწყარება, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნავენ იმასაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება იქნება. ელენე უკვე თითქმის 10 თვეა რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ბუნებრივია რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს. იმიტომ რომ ერთი მხრივ ელენე არის აბსოლუტურად უსამართლო ციხეში, მეორე მხრივ პირველად 6 დეკემბერს მიმართა მან ციხის ადმინისტრაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და მხოლოდ მას მერე რაც ეს ყველაფერი საჯარო გახდა, დაიწყო საერთო დისკუსია ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია რომ არის პენიტენციური სამსახურის და უპირველეს ყოვლისა ამ ტანჯველი რეჟიმის რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობა. ესეთი უსუსურდა უნარო ხელისუფლება ყავს დღეს ჩვენს სამწუხაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყაველაშვილმა რომ შეიწყალოს ახლა ვინმე. იმდენი დროა გასული. ვერც ყაველაშვილი და ვერავინ საერთოდ იმ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა, რაც დღეს საქართველოს
რეალობას ხედავს საქართველოს მოქალაქეები და როგორც ყავლაშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ისეთ პასუხისმგებლობას გამოუწევს ყველა დანარჩენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანების ჯანმრთელობა. კლინიკური მკურნალობაა საჭირო. და იმიტომ არის ვივამეთში გადაყვანილი. და იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე და ამ თემების ამ მოგონებების რაღაცა ყალბი რაღაც თემების მოგონებებში გამოცდილმა ადამიანებმა თავი უნდა დაანებონ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ უჭირს. და ნუ ცდილობენ ამ ელენე ხოშტარიას ეხლა ანდრე სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გამოყენებას საკუთარ ქვეყანასთან საბრძოლველად. შეეხება დროას წარმომადგენლებს და მათ სურვილებს, რომ კანონთან მიმართებით საკუთარი ინტერპრეტაციები მოახდინონ, ეს თუ რა სურთმე არ ვიცი, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ყველამ კარგად დაინახა და ეს ყველაფერი არის სახელზე, რაც შეეხება შეწყალებას, ის პრეზიდენტის პრეროგატივაა და ვერავინ ვერ ჩაერევა ამ საკითხში. ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან გუშინ საღამოს გადმოიყვანეს უკვე ვივამედის კლინიკაში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და რამდენიმე წუთია, რაც შევიდნენ მისი პირადი ექიმები იმისთვის, რომ გაიგონ ამ ანალიზების პასუხები. ამის შემდგომ უკვე მათი ინფორმაციის საღამოს შეიკრიბება კონსილიუმის სხვადასხვა მიმართულების მქონე ექიმებთან ერთად და ამის შემდგომ უკვე იმსჯერებენ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკურნალობა.